ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას მართავს, განიხილავენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს და მამხილებლის უფლებების დაცვის გაუმჯობესების მიზნით გატარებულ რეფორმებს. ნინო არღულიანი გვეტყვის შეხვედრის მეტ დეტალს. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა დღეს სამინისტროებისა და სიპების წარმომადგენლებს ის ცვლილებები გააცნო, რომელიც პარლამენტმა უკვე მიიღო და რომელიც რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით რიგ საკითხებს ახლებურად არეგულირებს. მაგალითად, საჯარო მოხელეს რამდენიმე უწყებაში ერთდროულად დასაქმების უფლება აღარ ექნება, ცვლილებების მიხედვით მრჩეველი აღარ იქნება ანაზღაურებადი პოზიცია და ასევე ამ ცვლილებების მიხედვით შემოდის მამხილებლის ინსტიტუტი, რომელიც კუპრაშვილის განცხადებით უწყებების საქმიანობას უფრო ეფექტურს გახდის, რადგან მამხილებელი ექნება შესაძლებლობა სხვადასხვა უწყებაში კონკრეტულ გადაცდომასა თუ კონკრეტულ დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია სწორედ ანტიკორუფციულ ბიურომდე მიიტანოს. მამხილებელს არ ექნება ანაზღაურება, ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, ასევე კანონის მიხედვით მამხილებელს ექნება უფლება ანონიმურობა შეინარჩუნოს. საჯარო სექტორში არსებობდა ესეთი ცუდი პრაქტიკა, როცა საჯარო მოხელე რამოდენიმე საჯარო დაწესებულებაში იყო დასაქმებული. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიცვალა აღნიშნული კანონმდებლობა და ესე ვთქვათ, სექტემბრიდან ვეღარ იქნება შესაძლებელი აღნიშნული პრაქტიკა, აღარ მიეცემა კონკრეტული თანამდებობის პირებს დაკავდნენ კიდევ სხვა საჯარო დაწესებულებებში და მიიღონ გაორმაგებული ხელფასები. კანონი არ შეეხება იმ ადამიანებს, ვინც მაგალითად რამოდენიმე თეატრში არის დასაქმებული, მრჩეველი ვეღარ იქნება ანაზღაურებადი საქმიანობა, ყველა ესეთ დასაქმებულ პირი ვალდებული იქნება წინასწარ განაცხადოს თავისი ინტერესი და შესაბამისი დეკლარაცია შეავსოს. ანუ ჩვენ გვეცოდინება, რომ მრჩევლად დანიშნულ პირს რა ინტერესი გააჩნია, რა ბიზნესი გააჩნია, იმისთვის რომ კორუფციული რისკები გამოირიცხოს. შემდგომი ცვლილება ეს არის მამხილებლის დაცვის მექანიზმები. ეს არის სრულიად სიახლე, სადაც ყველა საჯარო დაწესებულებაში იარსებებს მხილების ძლიერი მექანიზმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, როცა მოქალაქე მიმართავს საჯარო დაწესებულებებს, არ არის დროული პასუხები ამა თუ იმ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ეს იქნება რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს და გამჭირვალობას შეიტანს. მამხილებელი არის ნებისმიერი მოქალაქე. მამხილებელი არის საჯარო დაწესებულებაში მომუშავე პირი, რომელიც ამხელს კორუფციულ ფაქტს კონკრეტულ საჯარო დაწესებულებაში. მაგალითად, ნებართვებთან დაკავშირებით, ხო, ვიღაც მოქალაქე უფრო დაჩქარებულად იღებს რაღაც ნებართვას, ვიღაც მოქალაქე თვეების განმავლობაში, ესე ვთქვათ, ელოდება საჯარო დაწესებულებიდან კონკრეტულ პასუხებს. ეს პრობლემები უკვე, ესე ვთქვათ, ვერ დარჩება გამჭირვალობის გარეშე. ეს სფერო მნიშვნელოვანია საჯარო სექტორისათვის, მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისათვის, მნიშვნელოვანია თუნდაც ჩვენი სფეროსთვის, საჯარო შესყიდვების მართვისთვის და ეს ბოლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა და იგეგმება ჩვენი ხელისუფლების მიერ, ეს ბუნებრივია გააჯანსაღებს გარემოს, უფრო მარტივს გახდის ბრძოლას, პრევენციას, კორუფციულ რისკების მაქსიმალურ შემცირებას გამოიწვევს. ჩვენი უწყება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო კი ბუნებრივია ერთის მხრივ მჭიდროდ თანამშრომლობს ანტიკორუფციულ ბიუროსთან ამ კუთხით და მეორეს მხრივ ბუნებრივია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან მაქსიმალურად შემცირებისათვის ყოველგვარი კორუფციული რისკების. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში ცვლილებები სექტემბრიდან ამოქმედება, ხვალ კი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი მსგავს შეხვედრას, როგორი შეხვედრაც დღეს გაიმართა, გამართავს უკვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.